Dzień dobry kochanie, მოკლედ ეხლა მივდივარ ცენტრში, რომ გადავიღო საშობაო სოფელი და ასევე ნაძვისხე და განახოთ თუ როგორი სიტუაცია კრაკოვის საშობაო სოფელში, ხო. და ისე ქვია, ნაძვისხე, რომელიც ამ წლის რა ვიცი, ყველაზე ლამაზ ნაძვისხეთაა გამოცხადებული და მე თუნდაც სიმართლე რომ გითხრათ არ დავკვირვებული ვარ. რა არის ეს ნაძვისხე რა, ანუ ერთხელ ჩავუვარე თუ ორჯერ ჩავუვარე და საერთოდ ზედაც არ შემიხედავს და ეხლა ძალიან დამაინტერესა, რადგან ძალიან ლამაზი ნაძვისხეა. ამბობენ, ხო და. რა ვიცი, ერთად შევაფასოთ როგორი ნაძვისხეა რა. მოკლედ წავედით და კერდა გზაში ვარ. всё. მოკლედ ტრამვაის გაჩერებაზე ვარ, ხო და ცოტა მოშორებით ვარ ცენტრიდან რა, სადღაც 7-8 კილომეტრით და ახლა ველოდები 52 ნომერს სააგერად. ხო და სადღაც 25 წუთამდე ჭირდება რომ აქედან ტრამვაით გავჩახჩახდე ცენტრისკენ, ასე რომ ესეთი სიტუაციაა რა. ველოდებით ტრამვაის როდის მოვა და ჰერი ვიჩახჩახებთ ცენტრამდე. იმედია ცოტა ახალი ტრამვაი მოვა, რადგანაც ძველი მართლა ძალიან ჩახჩახებს. ეხლა განახებთ მავირინექს, პატარა მოედანია და მე იქნება უკვე დიდი მოედანი, ამას ქვია მავირინეკი. აი ესე გამოიყურება. და ეხლა გავალთ უკვე მთავარ მოედანზე, რომელსაც რინეკი ქვია და იქ არის ნაძვისხეც, იქ არის საშობაო სოფელიც და იქ არის ყველაფერი, აბსოლუტურად. ეს არის ახლა მთავარი მოედანი აქ, რომელსაც რინეკი ქვია. ესე გამოიყურება. და ეს არის ის საოცარი ნაძვისხე, რომელმაც ნიუ-იორკის და ლონდონის ნაძვისხეებსაც კი აჯობა სილამაზით და რავი, შევხედოთ რა არის ასეთი.
არ ვიცი, იმედია მოგეწოდებათ. მე სიმართლე რომ გითხრათ, მომწონს, ცუდი არ არის. მაგრამ რა კრიტერიუმებით აფასებენ, ეგ არ ვიცი ნაძვისხეებს, რომ უკეთესად შევაფასო, რავი. თითქოს ჩემთვის ყველა ნაძვისხე ერთია. კაი, ეხლა გადავიდეთ სოფელი დავათვალიეროთ, როგორ გამოიყურება ჩვენი სოფელი. და ასევე ცოტა პატარა სიმართლესაც ვიტყვი, იმიტომ რომ ყოველ წელს ბევრი ამბობს რა, მე არ ესე სიტყვებს ჰაერში არ ვისვრი რა. ბევრი ამბობს, რომ ძალიან გაფჭდა ეს სოფელი, გაფჭდა იმ პუნქტში, რომ უარესი და უარესი ხდება რა, ხარისხი უფჭდება და ფასები კიდე იწევა და იწევა. ასე რომ აი ესეთი სიტუაცია აქვს ამ სოფელს და იწყება აი ეს. ჟურეკი სუპი ჟურეკი ესა ამათი ნაციონალური საჭმელია სუპი ნაციონალური რომელიც ცოტა არ იყოს მჟავია ზოგადად ამათი საჭმელები ყველანაირი ყველაფერი უმეტესად მჟავია რა მე დიდად არ მომწონს მირჩევნია ისევ ჩვენი ან რაღაცა ბორში გავსინჯო ჟურეკის ჭამას You want to get a regular one or a bacon? Я тут только спешил там як то. ეს ყველია სურათს იღებს ვერ გადავლე შეფაშამ Mogę na czarek może na górę jeszcze? Chcę? Tomato? It's 54. What's up, POS? What's up, POS? მოგვესალმა sorry Oh wow! Yeah. I can tell you what to აქეთ წვადები იწובה Ja, to jest.
Rosca mozzarella, parmesan cam. No, pote mozzarella. Rosca isto chcesz parmezan? To będzie 100 zł. Kartą czy gotówką? 100? მოკლედ ყველგან საკვებია, სადაც არ უნდა გაიხედო. ყოველ კუთხეში საკვებია რა. მაგრამ სუნი ძალიან კაია. გასინჯოთ არაზოს არ გამისინჯავს და სურვილიც არ მაქვს რომ გავსინჯოს სიმართლე რომ თუ გაინტერესებთ რა, არ ვიცი რატომ, მაგრამ რავი, არ მაქვს სურვილი. აქეთ ლილოს ტავარია. აბა 2 ლარი ჩუსტი 2 ლარი. To kosztuje 35? Okej. ეს პატარა რაღაცა ღირს 35 ზლოტი რატო? პრინციპში გასაგებია რატოც. კითხვები აღარ მაქვს. აღარ ვიცი სად წავიდე. სულ ესაა. ანუ პრაღაში ვიცი რომ უფრო დიდი არის. სხვაგანაც იქნება, მაგრამ არ ვიცი რა. მე პრაღის ვნახე ვიდეოები რამოდენიმე. ამას ცოტა დიდი არის. და თითქმის იგივეა რა. არაფერი დიდი განსხვავება არ ამგონია რომ იყოს. აზურა. ხო და ესე რა. პატარაზე კიდე მოვიაროთ, იქნება რამე საინტერესო იყოს და მაგრამ დიდად საინტერესოები აღარ არის, რაღაც პეროგები და კანაპკა ქვია, არა რა ქვია, ხო კანაპკებია ძირითადად და ესეთი. Z 5-6 lat temu.
Oh, die Wurst kaufe ich nicht. ო, ახოტინში გაიჩითა. Ah, però questo è un banchetto di pane. თან სპეციალურად კარგად ვჭამე, რომ ვიცოდი ხა ისეთი სუნი იქნებოდა აქ, რაღაცა მოგინდებოდა. ხო და სპეციალურად აი კარგად ვჭამე, რომ აქ ხა მოვედი, აღარაფერი აღარ მინდა რა. всё. მზად ვარ. აქაც იგივეა. თითქმის ყველგან ერთი იგივეა რა. Pasy wystrzałów kargina, gębiele. Wiem, pewnie będzie 3 kolorowe, ale już takie się nie skończy. Więc მოკლედ აი ესეთი სოფელი იყო. ვიმედოვნებ რომ მოგეწონათ, თუ არ მოგეწონათ. არა უშავს. სხვაგან წავალ, სხვაგან გადავიღებ, უკეთეს გადავიღებ, არ არის პრობლემა. უბრალოდ შემდეგ წელს სხვაგან წავალ და სხვა სოფელსაც გადავიღებ, რომ ხომ უნდა შევადარო ეხლა რომელი სოფელი უფრო კარგია. ჩემი სოფელი უფრო კარგია ეს კრაკოვის თუ სადმე სხვაგან. ასე რომ დროებით კიდე შევხვდებით აუცილებლად ეს ვიდეო სხვათა შორის ბოლო არის ამ წელს და მოვიფიქრებ კიდე სად წავიდე და რამე კაი საინტერესო ადგილები უნდა მოვინახულო, რადგან ძალიან მაინტერესებს. ჯერჯერობით პოლონეთში უნდა მოვიარო და მე სხვაგანაც გადავალ. დროებით დოვიძენია.